რაკენი შეარჩიე რესპონდენტი ახალი სტატიისთვის? შევარჩევ. არ ავჩქარდები. ძალიან ბევრს უნდა რომ ინტერვიუ მე მომცეს. ხო, აბა რა შენ ისეთ ჟურნალში მუშაობდი რა? შენ იცი მე რომელ ჟურნალში ვმუშაობდი? როგორ არ ვიცი, ჩემო კარგო, ძალიან კარგად ვიცი. ბიძა ჩემი, რამინი ბიძია, სოფლიდან ყველს რომ მიგზავნი და შენ ჟურნალში იყო ხოლმე გახვეული. როგორ თქვი? სოფლიდან მიგზავნი და ხო. შენ სოფელში არ ცხოვრობ? რატომ მეგონა? არ ვიცი რა, როდის მოვა ერთი სული მაქვს ქალბატონიანა, როდის მოვა, რომ ჩემი ახალი რესპონდენტი შევუთანხმო. იცი მე მგონი არ მოეწონება და შეგაცვლევინებს. ვინ არ მოეწონება, გოგო, იაგო კირთაძე? არ ვიცი რა, გავგიჟდები, შენ მე გამაგიჟებ. იაგო კირთაძე არის ცნობილი მწერალი, რომლის რომანმაც გამარჯვება მოიპოვა დანიის წიგნის ფესტივალზე. რა სისულელია, იაგო კირთაძე არ მოეწონება ქალბატონ ანას, 2 დღით არის თბილისში ჩამოსული ბატონი იაგო, დავურეკე, შევუთანხმდი ინტერვიუზე და დღესაღამოს 8 საათზე უნდა ჩავწერო. მეც მქონია მაგიაგოს ნომერი და რატო არ დავურეკე? ჩემთან შედარებით ჯერ გამოუცდელი და დამწყები ხართ გოგონი. გამარჯობა გოგო. გამარჯობა ქალბატონო. კარგია რომ ორივე აქ ხართ. გამარჯობა ქალბატონო. რაკენით შეერჩეთ რესპონდენტები. იცით ქალბატონო ანა, მე შევარჩიე, უკვე შევუთანხმე და დღეს აუცილებლად ვაიმე ჩემი ტელეფონი. ერთი წუთით ქალბატონო ანა, ბოდიში უკაცრავად. ალო. გისმენ. ხოიუზა! სამსახურში ვარ, იუზა. ლაშა სახლში უკაცრავად ერთი წუთით. დიდი ბოდიში. ლაშა სახლშია. ხო. ნინუცა შენ რაკენი? შეარჩიე ვინმე? მე დიახ. წერალი რომ არის იაგო კირთაძე, ხომ გაგიგიათ? პირველი ადგილი აიღო ბელგიის წიგნის ფესტივალზე. მისმა რომანმა 2 დღით არის თბილისში ჩამოსული. ძალიან კარგი, როგორ არ გამიგია. ყოჩახ და როდის უნდა დაუკავშირდე? აი ახლა დავურეკავ და შევუთანხმდები. ძალიან კარგი. ვაიმე ქალბატონო ანა ძალიან დიდი ბოდიში. ბატონი უზარეკავდა. ხო. არავიშევს ქეთევან. ნახე ნინუცა რა ყოჩახია? ბატონი. ძალიან კარგი რესპონდენტი შეარჩია. წერალი კირთაძე. რა? მონდომებული გოგოა და ძალიან მიხარია. ქალბატონო ანა, სანამ თქვენ კაბინეტში შემობრძანდებოდით, ქალბატონო ანა, ველაპარაკე დღესაღამოს 7 საათზე შევხვდები და ჩავწერ. ყოჩახ შენ ქალბატონო, ეხლავე უთხარი. ქეთევან, დამწყები კი ვარ, მაგრამ ვსდიო. ქალბატონო ანა, გეფიქსებით დამიჯერეთ, თქვენ სანამ კაბინეტში შემობრძანდებოდით, ქეთევან, მე ვისაუბროთ რა. ძალიან მიჩქარება ჩემო კარგო, გავდივარ. მომისმინეთ ქალბატონო. შენ ეხლა ერთი წუთით. ალო? ბატონო იაგო, ისევ მე გაწუხებთ ხომ ჟურნალიდან. დღეს რომ შეგითანხმდით 7 საათზე ინტერვიუზე, დიახ, დღეს იცით რა, ცოტა ადრე ხომ ვერ შევძლებთ შეხვედრას. ცოტა ადრე თუ მოახერხებთ თქვენ რა თქმა უნდა და მე სიამოვნებით როცა მეტყვით შეხვდებით. რომელზე? 6-ზე. კარგით 6 იყოს ბატონო იაგო, დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი ჟურნალისტ და ჩემი სახელით. კარგით. რა კარგია, მე შენ გიჩვენებ ახლა იაგო კირთაძე შეუთანხმა და მომინდომა აქ. ხო იუზა, ხო.
კი, ლაშა ოქროა. აჯაღლო. კი, არი ნერვიულო იუზა მოვა აუცილებლად. ვეთყვი არი დარდო მოვა. კარგი ხო. ლაშა იუზამ დარეკა. ხო და გელოდება რომ ლაშა მოვიდეს ჩემთან მომეხმაროსო. რას ლაპარაკ? ისევ მოიწყინა და ეს ლოტო უნდა ვეთამაშო? არა ლაშა, შვილიშვილებმა აჩუქეს პიანინო. ხო და მე-7 სართულზე უნდა აატანინო. რა პიანი? საქართველო. შანსი არ არის თამაში, შანსი არ არის. პიანინოს მე-7 სართულზე ატანას მირჩენია მე-7 ჩამოვიტანო პირველზე. კარგი რა ლაშა, მარტო კი არ იქნები. ძმისშვილებიც იქნებიან, თვითონაც იქნება და მოგეხმარებათ. რას ლაპარაკობ? ახლა სად შეუძლია იუზას პიანინოს ათრევა მე-7 სართულზე? რას მელაპარაკები, წინ წავა და გეტყვით ცოტა ზემოთ ასწიეთ, ახლა მარცხნივ წავდი. იცი როგორი მოხმარება იცის მაგან? რას ლაპარაკობ? კარგი ახლა. თამარ მომისმინე, იუზას ყავს არაჩვეულებრივი სამეზობლო და ისინი მიეხმარონ და ატანინონ. კარგი ახლა ლაშა, იმ სამეზობლომ იუზას გადაუგდო ელექტროგიტარა გვაწუხებოდ. ახლა პიანინოს ატანაში მიეხმარებინა. კარგი. გიხვეწები რა, ნუ ამდენ მომავალ. მიდი, გიხვეწები. რა დროს ახლა მაგის პიანინო? რა, აიტეხა ეს პიანინო რა. დაუკრას სალამურზე, დუდუგზე, ფანდურზე, რა ვიცი. მიდი ხო, ილაპარაკე, დაიხარჯე, ბოლოს რაღაცა თქვი, რაც გინდა, რომ მორჩები ყველაფერს ადგები და წახვალ. მიდი გელოდებით, თქვი. პლეიტაზე მორჩი. ადე. ლაშა. მიდი. კარგი. მიდი და ტკბილეული უნდა გაგატანო, ცაროს მაღაზიიდან ამოვიტანე, იქ ჩემთან დავაწყე, ხო და გამოვიტანუცებ და წავიღე იუზას ტკბილეული, მაინც ხო ტკბილი უყვარს. ასვიზავ გამოვიტანე. ირაკლი, დამალე. დამალე. არ არის პრობლემა. რა ვისუთხარი? არ არის პრობლემა? შენს გითხარი, გოგი და ლაშასაც. ხო, რა ვიცი როგორ გითხარით, ასე დაემთხვა. ისეთი რამე მკითხეთ ორივე, რომ არ არის პრობლემა, დაემთხვა. ხო, რა გინდოდა მითხარი? რა? არა გოგი, არა, ხო იცი მე დიდი ხანია უკვე აღარ ვარ მედიცინაში და არ ამგონია ხა კომპეტენტური ვიყო ამ სფეროში. კარგი გისმენ. ხო. ბატონო, გამოდი. გამოდი, ახლა არაფერი არ მითხრა, ერთი სიტყვა არ მითხრა, გამოდი ლაშა არ შემეკამათო. გამოდი, ახლა ნუ მალაპარაკე. გამყიდე ხო? ხო, გოგი, ხო, არის ეგრე, არის, ხო, ამნეზია ქვია მაგას. ხო იცი არა? ხო, ანუ შეიძლება დაკარგო მეხსიერება თავი რო დაარტყა, დაკარგა ალბათ მეხსიერება კი 10 წუთითაც არის. 1 თვითაც არის, 10 წლითაც არის, რა ვიცი, 1 საათითაც არის. რა ვიცი, რა გითხრა, აბა, თუ რამე შეიძლება დამირეკე რა. კარგი. რა თქვი რაო, ამნეზიაო? რა გინდა, კაცო? რა ამნეზიაო? ესა, გოგის ახლობელს აქვს. დაეცა, თავი დაარტყა და არაფერი არ ახსოვს. შემოგევლა. მოდი ახლა ამას. მოკიდე ხელი ახლა და წაიღე, კარგი და რას მანერვიულებ ახლა მდგომარეობაში ლაშა რა გთხოვე რა. წავიღებ. ხო, მიდი. წაუღებ იუზას, მართალი ხარ. რა ამხელა კაცია. ამხნის კაცი, ხო? ამხნის კაცი. რა იცი, როგორ უნდა ამ პიანინოზე დაკვრა. წავიღებ და ავატანებ, არ არის თამარ პრობლემა. უბრალოდ ეხლა მანამდე გაის რა ქვია, ნაგავს გადავყნე. და მე ამოვალ და წავიღებ ამებს და წავალ. კარგი? ოჩახ ლაშა ტორონჯაძე. ოჩახ. სიგაუხარკე პაიუზას სიგაუხარს. მიდი. აი ნახე როგორ მოიდრიკა უცებ, აი მოვტეხეს ხაკლია ხა თამარ ღლონს, ლაშა ტორონჯაძეს გაატანინოს თავისი. ვაი მიდი და ლაშა. ერაცა ვერაო.
მეთქი ხო? არა მარიკა, არა, იმ პროექტთან დაკავშირებით ჯერ არაფერი ახალი. ამობენ ერთ კვირაში, ხო, ან ადრესიო. ხო, უნდა დანიშნო ხელმძღვანელი მოკლედ ამ ვადაში რა ვიცი მარიკა, შეიძლება მე დამნიშნონ, შეიძლება ანზორი დანიშნონ, შეიძლება შოთა დანიშნონ. სამი კანდიდატურაა, ხო, ხა იმათ კი არაფერს არ ვერჩი, არაჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ შოთას გამოცდილება აკრია, ანზორი გამოცდილია, მაგრამ რადგან ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს რა. ხო, მილანის გულშემატკივარი ვარია, ხო. სასაცილოა, მაგრამ არ არის სასაცილო. შეიძლება ბეღურა დაგირეკავ მე რა, მოდინოდა. რანაირი დამშვიდობება იცით, ბეღურა. ხო. რატომ მოვედი ახლა მე თქვენთან? კარგი კითხვაა, რატომ მოხვედი? რატომ მოვედი ბატონო ირაკლი და დღეს არის ჩემი დაბადების დღე. ვაშე არ გინდათ ეხლა არ მომილოცოთ. მერე მომილოცეთ. ნოდარ. შენი დაბადების დღე ერთი თვის წინ არის ყოლასო. ნინო ბუღალტერი 100 ლარს რო აგროვებდა. ეგ ისევ თქვენ ფული მჭირდებოდა და ხელფასი რო დაერეცა. სინამდვილეში დღეს. გილოცა. დიდი მადლობა, მაგრამ ეხლა ნუ ვილოცავთ. ხო. დღეს საღამოს ჩემთან გეპატიჟებით სახლში. თქვენ და თქვენს მეუღლეს. დიდი მადლობა, იხდი დაბადების დღეს. არა, ისე ვიწრო წრეში მე თქვენ და მარიკა ვიქნებ. სხვა არავინ? არავინ, არა მაქვს ეხა დიდი რუზრუზის თავი. ერთადერთი შეგიძლიათ ჩხარტიშვილს უთხრათ. ჩხარტიშვილს. ეგეც მოვა? არა, ეგ არ მოვა, მაგრამ გასკდეს გულზე რო არ დავპატიჟე და თქვენ რო დაგპატიჟე, როგორ უნდა აზორის გულშემატკივრობა დაინახოს. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გმადლობთ ნოდა. და ერთი სათხოვარი მაქვს კიდე. ხო. მერის არ უთხრათ. რაღაცნაირი გოგო არ ეწყინოს, გოძო მოჟამული, უშმორი რაღაცა, სიბნელე და თქვა. ჩემი მერწყალი შემოიტანა სინათლე და ბედნიერი. მოდი, შეგენაცვალე, შემოდი. უკაცრავად ბატონო ირაკლი, რომ დავაგვიანე. ჩემი მეგობრის დაბადების დღე და საჩუქარს ვეძებდი. არა უშავს. ძლივს ავარჩიე ოქროს სამაჯური. ჩემო მეგობარო და ძვირფასო, ეხა ზუსტად ბატონ ირაკლის ვეუბნეოდი, დღეს ჩემი დაბადების დღე და მერიკოც არ გამომიტოვოთ, აუცილებლად წამოიყვანეთ, ხო? არ გამომწრა, ისეთი მერიკო მაგრამ კი, მაგრამ ერთი კვირის წინ არ იყო შენი დაბადება. გენაცვალე ტყუილი დაბადების მოწმობაში წერია თუ პირადობის მოწმობაში, რა ვიცი, სინამდვილეში დღეს არის მერიკო და გელოდები აუცილებლად. დიდი კი არაფერი, შენ გენაცვალე ყავა და ნამწვარი მიგნება ტკბილის უფრა მხოლოდ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რა მოგიტანოთ? არაფერი თქვენგან მე პატივისცემა მაქვს. ყველაფერი მე ყავას და ნამწვარ თუ წამოვაყოლებ, თორე დანარჩენი ესე იგი ირაკლი ყველაფერი უთხარი რაც დაგაბარე, ხო? ამნეზია მაქვს, ოღონდ იოლ ფორმებში. ძალიან კარგი ჯიგარი ხარ ირაკლი. საღამოს ჩამოდი ბარში. გავერთო ცოტა. ხო, კაი წავედი რა? კი, თავიდან ინერვიულეს, მაგრამ ახლა დაწყნარდნენ ცოტა. კაი წავედი, თორე მოვლენ სადაცაა. კაი. აბა ვაჟბატონო. გაიხსენე რამე. ჰა? არა, ქალბატონო. მაგრამ თქვენი ისეთი მადლობელი ვარ. ძალიან მიფრთხილდებით. ძალიან მივლით, ისეთი კეთილი ხართ, რომ. ვაიმე, მე მგონი მართლა ცუდად არის ეს და ვაიმე, კეთილს რა უთხრა ეხლა რომ მოვა სამსახურით. მოდი ვარ ხო? ნელა თავი არ მიართვა. თამარ ეხლა ველაპარაკე ირაკლის. ხო და? ხოდა? მოგეთ ირაკლი, არაფერი საშიში არ არის. ამნეზია იქნება იოლ ფორმებში. ხოდა დაანერვიულობ, ხო? ხო, რა ვიცი, რაღაც არის ავხელდი რა. და საღამომდე. ნელა თავი არ მიართვა. საღამომდე თუ არაფერია შეიცვალა, ხვალ კარგ ექიმთან გაგაგზავნითო. ნახე. ხო, აბა. ალბომი წამოვიღე სურათების. იქნებ რამე გავახსენოთ ქეთევანის მოსვლამდე რა. მიდი ერთი აჩვენე, ძალიან მაინტერესებს ერთი რასი ზამს. მიდი. ლაშა. აი, თაზო ხო? ვახო. ნახე? აი. გამართვი? აბა. და
დაძაბე ახლა გონება. დაძაბე გონება ლაშა. დაატანე ძალა. იქნებ რამე გაიხსენო, აბა? გაგახსენდა რამე, ჰა? ცოლი გაგახსენდა ლაშა? არა. ცოლები? თამა. მაცალე რა. მე მიყვი. კარგი, ბუთში. საერთოდ არაფერი არ გახსოვს? საერთოდ. კი. რა? ცურვა. აი რა ცურვა ერთ წუთი მომენტი. აი ეს პატარა ციცქნა ულამაზესი გრძელთმიანი გოგო არის შენი ცოლი ქეთევანი ჩემი და ეს ორი პატარა ანგელოზი შენი შვილები გიორგი და მიშიკო. აი და აი ეს სიმპათიური ქერაცისფერ თვალება ბიჭი ვინ არის? შენახა. რა კარგი ოჯახი მყოლია. მუშაობს სადმე? აღარ. რატომ? უთხარი. დირექტორმა გამოგიშვა. რა უნდა მუსაკაცი ყოფილი? ორი შვილის მამა როგორ გამომიშვა? აკი არ მახსოვს ოჯახი რომ ყავდა? კარგი ხა თამარა, ხო ხედავ რა, მაცალე რა. აი ცოტა ხანი მუშაობ გავახსენე ყველაფერი. მე მიყვი. ნუ რაღაც ნაწილი. აბა. ლაშა აბა, ყურადღება მოიკრიფე. გაგახსენდა რამე, ეხლა იქნებ გაიხსენო რამე, ჰა? გამახსენდა. აბა, ბარი და ლუდი. რა ბარი და ლუდი? აი არ ვიცი, ბარი და ლუდი გამახსენდა და აქ ახლო-მახლო თუ არის ბარი, იქნებ ჩამიყვანოთ და იქ უფრო გამახსენდება ალბათ ყველაფერი დანარჩენი. აი, წამოდი. წავიდეთ. მადლობთ ქალბატონო. აბა, წავიდეთ. გასასვლელი კარგად ახსოვს. აქეთ. აი ეს. მოვიდნენ. მობძანდით, როგორ დროზე მოხედით, დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი. მადლობთ, მობძანდით. შემოდი მერიკო გენაცვალე, პატარა სახლია, მაგრამ აურაა გადასარევით. და მობძანდით. ბედნიერი იყოს ჩვენი ფეხი. და ბედნიერი იქნება, აბა რა იქნება მერიკო. გაიც მარიკა გაიცანი? მარიკა, ჩემი მეუღლე მარიკა, ეს არის ნოდარი, ხო? სასიამოვნოა, გილოცა. დიდი მადლობა, რატო წუხდებოდი? ცხოვრებაში უფრო ლამაზი ხართ ვიდრე ფოტოს. დიდი მადლობა. და ჩემი ფოტოს არ ნახეთ? ჩემი მეზობელი თენგიზის ცოლი არის მაზლის ცოლი დედა თქვენი ცისანას და ქალის და იქ ვიყავით მისული თქვენი სურათები დავატარელე რა ქალია ცისანა არაჩვეულებელია. ჩემ ცისანა შალონას გულისხმობთ ხო? ოქრო ფანტასტიკა ქალია. დასხედით მოწესრიგდით მერიკო დაჯექი გენაცვალე სადაც გაგეხარ მანდარა გატეხილია? არა ბატონი ირაკლი უნდა დაჯე შენ იქით დაჯექი სადაც მოგძანდით ეს ისეთი კაცი იქნება სულ მალე სადა ქვეყანა ამაზე ილაპარაკეთ. კარგი რა ნოდა რა, კარგი რა, ნუ იცი ასეთი ლაპარაკი რა, მოგივიდა რა. როგორი თავდაბალია ხედავთ კაცო, ამა ბატონო ირაკლი არ ვარგა ესეთი თავდაბლობა. იმედია ჩვენ მე არ დაგვივიწყებთ დიდ პროექტებს რო უხელმძღვანელებთ მე და მერიკოს. კარგი დაანებე ამ პროექტებს თავი, მივხედოთ იმ საქმეს, რისთვისაც მოვედით, შენი დაბადების. მართალია ამ წუთში მე ხან ამ ცხვარს მოგართმევ, დასხედით თქვენ, მოწესრიგდით როგორც გაგეხარდებათ რანაირად. მიდი გერაც, მიდი. ირაკლი. მალე წავიდეთ. კარგი, თქვენ რაღა მოგივიდათ. ხალხო, დაბადების დღეა, კაც დაყვატიჟა, დავილოცები 1-ს, 2-ს, 3-ს და გავიდეთ 4-ს. ისეთი ნამწყარია, თითებს ჩაიტნეთ, ეთყობა კარაგზი არის გაკეთებული და ამ წუთში ყველაფერი მზად იქნება 2 წამში. მერიკო მომახმარა ხელი გენაცვალე? კაი. მობძანდით. აბა რას მიირთმევთ? ჩაი, ყავა? ყავა, მეც. მე რამე ალკოჰოლური მომიტანე დაბადების დღეა შედი და რომ დაგლოცო. ისეთი ვარდის ლიქიორი მაქვს, მით ვერ დანაყდები. ამ წუთში. მოიცა.
კარგია. ვარდის ლიქიორი კარგია, მაგრამ იქნებ ცოტა სხვა ალკოჰოლური სასმელი მოიტანო, რამე მაგარი უფრო რომ დავილოცო მე, ჰა? მოვძებნი ახლა მე რაღაცა მექნება მანამდე თქვენ აგერ ჩემ არქივებს გადახედეთ 1000 საინტერესო რაღაცა. მე რიკო ეს შეენგენაც. ეს ბევრი რა არქივები? ეს რა არქივები და შეგროვებული ადამიანებზე. ვინსად იყო სადადიო და სადიძინებ და სადიღვიძებ და მე როძებ ნარდამჭირდეს ყველაფერი ამბანის მიხედვით ამა გამზადებული. ეხავე შემოვალ ამ წუთში არ მოიწყინოთ. რა? ნოდარი მგონი უშიშროებაზე მუშაობს. არა. გონი უშიშროება მუშაობს ნოდარზე. ესე იგი, ხლონტები აქ რომ მოიყვანო, ვეღარც გაიყვან აქედან. ერთ დავილოცები და გავიდეთ რა. ბატონო ირაკლი, ისეთი კონიაკი მაქვს, ისეთი 25 წლიანი დაძველები საფრანგეთიდან ჩამომიტანა ჩემმა ახლობელმა. მაგრამ ვერ ვიპოვე კაცო, ამიტომ ვარდის ლიქიორი დავლიოთ ახლა. ვარდის ლიქიორი. დიდი მადლობა. ყველაფერთვის წავალთ ჩვენ რა. წავალთ. დარჩენილიყავით ცოტა არა, ბავშვები გვყავს დატოვებული, ვერ დავშევით. დიახ, აი, ბავშვები დიდხანს უჩვენოთ ვერძლები. შენ მაინც დარჩი, მე რიკო მოგეწონა ნამცხარი. რა გაეწყობა, რა კი მიდიხარ ღმერთმა ზუმწანეზე გატაროთ. ბედნიერად და ჯამრთელად, აბა, ნაყოფის მეორე სანსულზე ძაღლი არ იკმინება, არ შეგეშინეთ. დიდი მადლობა თქვენ რომ მოხედით და დამაყრეთ. დიდი მადლობა, მოგზეთ კაპიტანო მე. ნახვამდის. კიდევ ერთხელ არაჩვენე ასეთი ვარდის ლიქიორი ცხოვრება შერდაბილები, ვერაც სხვა. ელაკიანეთ, ხშირად არ გამოგილებთ, ნახვამდის. გადაჭამეს ყველაფერი. ეხა მივხედოთ მეორე საქმეს. ბატონო სოთა გამარჯობა. ნოდარი ვარ მე. დიახ. რატო გირეკავთ ბატონო სოთა? ხვალ არის ჩემი დაბადების დღე. იქნებ თქვენ მეუღლესთან ერთად მესტუმროთ. დიახ, გელოდებით საღამოს. ნახვამდის. ლაშა, შემომხედე რა, ლაშა. მაიმე, იცით რა მიკურს, აი, მე ვერ გამიხსენა და ეს ბარი გაიხსენა. რატო გიკვირს, ქეთინო 24 საათი აქ იჯდა და გაახსენდებოდა, აბარა. გამარჯობა. ბოდიში წეღან ვერ მოგაქციეთ ყურადღება და რა ხდება? მართლა არაფერი ახსო საერთოდ. მართლა. არც თამარი? არა. არც თამარი. ვაი, შებედნიერო. აი გამახსენდა. აი მე ვინ? მე ბავშვები რამინი გიგლა იუზა ვინ, აბა რომელი? პაატა ხო თქვენ? პაატა. უცხოეთში ცხოვრობდით, მუსიკებს ერთ ახლა. ლუდი მოგქონდათ ჩემთვის. კი, ლუდი მომქონდა, ხო? აი ეს ბოლო მომენტი ცოტა რაღაცა ბუნდოვნად მახსოვდა. აბა ერთხელაც მომიტანეთ იქნებ რაღაცნაირად უფრო კარგად გამოდის. რა საინტერესოა, პაატა გაიხსენა. მე ქეთევანი ვახო ბავშვები ვერ გაიხსენა. თამარა, ასეთი პროფილის დავიწყება ცოტა ძნელია, თამარა. გაუმარჯოს. როგორ ხარ? ეს ასე. აბა? ლაშა. როგორ ხარ? ისა ლაშიკო, ეს არის ირაკლი, ჩვენი მეზობელი, მეგობრობთ თქვენ. ხო, ესე. არ მახსოვხართ ბატონო. მარტო პაატა გაიხსენა. რას მელაპარაკები? მარტო პაატა. ლაშა. ირაკლი. არის პაატას და რომ მოსწონს იმის მამიდაშვილის ქმარი. აბა იქნება საწაფე გაიხსენა. ლაშა მუდარა დაძაბე. აი ლაშა ის ლუდი მოგიტანე. რა მაინტერესებს? შევეს ჩემ ვერ გაგიხსენა? ვერა. მე ხო. მომისმინეთ. შემეც მითხარი. ხალხი რატო არ ყავს მორში? ო, რა ხდება იცი, ქეთეონმა ისე წივილ-კივილი ატეხა, ლაშას ამნეზია აქვს, რო გაიქცა ხალხი, გაიგე? მომისმინე, მიხედე შენ საქმეს, მიხედე შენ საქმეს. უკაცრავად ახლავე ხო? ადამიანი. ხაჭაპური ხო არ მოვიტანო? აუ ხო.
მე ხაჭაპური გაგახსენდა ხაჭაპური ლაშა. რა არის არ მახსოვს. მაგრამ აი 3-4 ტიპ-ტიპაც არ ვიცი რა არის, მაგრამ მომიტანე. კარგი, მოვიტან ტიპ-ტიპა ნაჭრებს? რომ მოვიტან გაგახსენდება. მინდა წავალ ტიპ-ტიპა მე ნაჭრებს მოვიტან. ზივართან და სულ ვფიქრობ, საერთოდ რომ ვერ გაგვიხსენოს ვერავინ. რა უნდა? მე რა უნდა? შენ ნამდვილად არ გაქვს სანერვიულო, საღამომდე თავიდან გაგიცნობს აუცილებლად. აი ესეც აი გამახსენდა. არ მახსოვდა და ყოჩა ხირაკლი ჩხეით. სხვათა შორის უნდა დავრეკო ეხლა. აჰა, დარეკე გენაც, დარეკე. ლაშა აი მოვიდა, ეს არის ხაჭაპური, ტიპ-ტიპა. აბა, მირთი, აბა ნახე, აი ეს არის ხაჭაპური. ხო, ვიდი მირთი. აი ეგ არის ტიპ-ტიპა თან. ვახ, რა ვიფიქრე, ეს ახლა ვფიქრობდი და მოდი რაღაცე მოვატყუოთ, გაიგე, რაღაცე მოვატყუოთ. უთხრათ რომ ირაკლი, ვითომ დათო არის შენი ბიჭი, დათო არის ვითომ ირაკლის ბიჭი, მოვატყუოთ, გაიგე, რომ ვიხალისოთ რა რაღაცე მოვატყუოთ რა, მე ვითომ ამირანი არის კარგი ხელოსანი, ეგ უთხრათ რომ თამარი არის წყნარი, მშვიდი, ეგ უთხრათ კიდე და მე ვიხალისოთ რა, ვიცინოთ რა. რა უნდა იხალისო? რა უნდა იხალისო? რას ნიშნავს ეს ყოველი? ვიცინეთ მეთქი თუ თქვენთვის ვიძახით. ერთი წუთით რა. თქვენთვის ვიძახი მე რა, მე კი გამიხსენა, მე რა, ლაშა, პატა, ბიჭო რა დაურეკე იუზას და ყველაფერი მოუხევი. აი მე ხო და ისა გადაიდა ინერვიულა, მაგრამ პიანინო ავიტანეთო. ხო, ავიტანეთ. ავიტანეთო პიანინო არის. აიმე! გამახსენდა. შეუხედე. ირაკლი. კეთება. ნახე. მე გაგახსენდი ხო? ნახე, დაბრუნდა. რას ვამბობდი მე? რას ვამბობდი საღამომდე დაუბრუნდება მეხსიერება მეთქი. ხო და სხვათა შორის მე იუზა მითხრა აღარ დამამთავრებინეთ წეღან რომ ავიტანეთ პიანინო მეორე სართულამდეო. მეშვიდემდე ვეღარ შევძელით ლაშას გარეშეო და ველოდებით ლაშასო რომ მოვიდეს. შორის ირაკლიც გამოყვეს, ირაკლისაც ველოდებიო. მოდიში, რა მოხდა წეღა რაღაც ხმაური მესმოდა და რა მოხდა? რაღაცა გილოც რაღაცა ხმები მესმოდა, რა მოხდა? გაახსენდა ყველაფერი. რა ყველაფერი გაახსენდა? გაგიხსენა ყველა. ყველა გაგიხსენა? ხო. აბა ლაშა ეგ რა გამოვიდა ეხლა რა არის ვერ გავიდა აბა ეგ რა მე მეგონა მარტო მე გამიხსენე და შენ ერთი წრას ნიშნავს. არ ძანდები, აბა, ერთი წუთი თუ შეიძლება. ერთი წუთით ხო. აბა, რასაკეთებ? რა კარგი ქენი შეხვედრა რომ გადაატანინე. კიდე კარგი შევამოწმე, თორე შენ მოგცემდა ინტერვიუს და არა მე. და რა ოქალბატონმა ანამ? ჯერ არ მიჩვენებია, TikTok-ამ დამიჯდა. დავტანი და ხვალ ვაჩვენებ. კარგი, აბა, კარგად ქეთი. ქეთი იქნება შენ რო გასწავლის ჭკუას. ქეთი. მოიცადე ერთი წუთი. საღამო მშვიდობისა, ბატონო იაგო. ხო, საღამო მშვიდობისა. მისევ ჟურნალიდან გაწუხებთ, ბატონო იაგო. ხო, იცით რა, ძალიან შეგაწუხეთ და ძალიან დიდი ბოდიში კიდევ უნდა შეგაწუხოთ კიდევ ერთხელ და მაპატიეთ და რა ვიცი, 1000 ბოდიში და 1000 მადლობა ჩვენმა ჟურნალისტმა. დიახ, ხო, ჩვენმა ჟურნალისტმა ესე სულ შემთხვევით დაკარგა დიქტოფონი, დიახ და თქვენი ინტერვიუ აღარ არსებობს, ვეღარ დავწერთ და ხომ არ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ რომ დაგვთანხმდეთ ინტერვიუზე, ბატონო იაგო. შეძლებთ ხომ ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. 1 საათში გელოდებით, ბატონო იაგო. კარგით, დიდი მადლობა. კარგით. რა ცოტანი დავრჩით პროფესიონალები.